მოგესალმებით მეგობრებო სოშალშეთი დაგეგმოთ ყველა მორიგი ვიდეოთი და დღეს უნდა განახოთ თუ როგორ უნდა გავთავისუფლოთ ადგილი ჩვენ C დისკში. მოკლედ შევდივართ პირველ რიგში დაუნლოდებში. დაუნლოდებიდან ყველაფერს დავშლით, რაც არ გვჭირდება, ნებისმიერ რამე, რაც თქვენთვის არასასურველი. ასევე გადავდივართ CSS-ში და აქ თუ რამე ისიც ხედავთ, რაც არ შეგვიძლია, წაშალეთ. აი მაგალითად მე მაგალითად არ მჭირდება იმეგასი. და ნუ წაშლი რა ეგეთ ფაილს. მე აქ შევალთ. აქაც იქნება რაღაც ფაილები. აი მაგალითად mood cafe, აი რაღაცები რაც გამოწერილი და რაც გივსებს გიგაბაიტს, ეგენი უნდა წაშალო ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ ბევრი გიგაბაიტს იკავს. ნახე, როდესაც აპლიკაცია შლით, რაღაც ფაილები მაინც რჩება და აქ არის ფაილები ყველაფერი რაც დამანული არის. და ეგენი უნდა გააქრო. ქონო ფაილებშიც არის ასევე რაღაცეები. პროგრამ ფაილს 86-ში არის, ძალიან ბევრი რაღაც. აი ესეთი რაღაცეებია. მე აქედან ყველაფერი მჭირდება, იმდენაც არის არა წავშლი. აქაც არის რაღაცეები. აი მაგალითად Steam სინახავს, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა სინახავს რა. ესე უნდა წაშალო ყველაფერი, რომ გაგისხუთავდეს C დისკი. კიდე რა შემიძლია განახოთ. Windows-ს რო დავაწვევით, შეგვიძლია დავწეროთ app data. და აქაც უკვე წაშლილი აპლიკაციების ფაილები ინახება. რაც დავშალეთ და რაც უკვე გამოწერილი ყველაფრის ფაილები არის აქ. კაი, კიდე Windows-ი. ასევე კომპიუტერს რაც უშლის რომ ანუ სტაბილურად იმუშაოს არის fetch ფაილები. რომელსაც კი არ უნდა დავშალო, იმიტომ რომ კომპიუტერს არაფერი შეაჭირდება და ანელებს. აი ესე წაშლი. ოკეი. delete. რაც არ შეიძლება იმას თავი გაანებეთ. ეს მონიშნეთ skip. ესენი საჭირო ფაილებია კომპიუტერისთვის. მე შევდივართ temp-ში. ამაებსაც ყველაფერს დავშლით. ეს არის სულად ნაგავი. აქაც იგივე შვებით skip-ი. მოკლედ ესე კომპიუტერს რაფტება რა. და ასევე გიგაბაიტებიც თავის ხდება ცოტა. აი აქ არის ყველაზე ბევრი რაღაცა. მას შეხედეთ რამდენი რაღაცა. ჩავიდეთ თქვენოთ ბოლომდე. აუ გამომერთ. კარგად, კონტროლ-ას დავაჭიროთ, ყველაზე მარტივი. და დავშალოთ. skip. და ნახეთ. ანუ რამდენი გიგაბაიტს იკავებს ეს რაღაც ნაგავი რაღაც. skip. всё, ესენი არ იშლება. მე შევდივართ აქ და ftr/pin. ეს ყველაფერი იშლება ახლა. ესეც ასე. მე შეგვიძლია შევიდეთ Windows-ში. setting-ები. install API. და აქედანაც უკვე უნდა დაშალო მაგალითად ნაგავი რაღაცები რაც არაფერი არ ჭირდება შენ კომპიუტერს. ეგ შეიძლება გადაწყვიტო რა არ ჭირდება და რა გინდა. მაგალითად ეს Microsoft ვიზუალები რაღაცები რო არის, პროსტ შეიძლება წაშალო რა, აი არაფერი არ გჭირდება. აი ეს პროსტ 20 გიგაბაიტებს იკავებს ჯამში, 200 მაინც იქნება და რავი. ესენი წაშალით მაინც. დელში მეტი არაფერი არ არის. მოკლედ ეს იყო ვიდეოს აზრი. მეტი არც არაფერი ვერაფერს შემიძლია დაგეხმაროთ. მეტი არაფერი არ არის. მოკლედ ამით დაგემშვიდობებით. თუ გამოგადგათ რავი. კარგია. და რა მომავალ შეხვედრამდე წარმატებები.